რას აკეთებს სიგარეტი ეგეც, რომ ფილტვის კიბო შეიძლება გაჩნდეს სიგარეტის მწეველ ადამიანებს. ტვის პროდუქტები, როდესაც ჩვენ თამბაქოს მოუკიდებთ, ის ტვის პროდუქტები, რომელიც წარმოიქმნება და მე ჩვენ ჩავისუნთქავთ, ის ახდენს, ასე ვთქვათ, კანცეროგენულ, ანუ გამშვებ ანთებით მექანიზმებს იწყებს ჩვენს ფილტვის ქსოვილში, რომელმაც შეიძლება წლების შემდეგ მიგვიყვანოს ავტვებიან სიმსივნემდე. ადამიანი, რომელიც ეწევა დღეში ერთ კოლოფზე მეც 10 წლის განმავლობაში და კიდევ მეტი. აი იმდენად მნიშვნელოვანი არის თამბაქოს ფაქტორი ამ დაავადების განვითარებაში. რასაკვირველია, სხვა პროცესებიც არის, იგივე ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ამტყოფები, რომელსაც გადატანილი აქვს ფილტვის ტუბერკულოზი და ასე შემდეგ. ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს ავტვისებიანი სიმსივნეები არ ჩნდება, ასე ვთქვათ, ჯანსაღ ქსოვილში, ჯანსაღ ორგანიზმში, ყოველთვის წინ უსწრებს რაღაცა მავნეზე მოქმედებაც გარეგანი და ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესები.